მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტი მისი ხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია DVV International და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დღევანდელ გადაცემაში სტუმრად გვეყოლება ქალბატონი თამრიკო ბობოხიძე, რომელთანაც ინტერვიუ ბოლნისის ხმის მოხალისე ჟურნალისტმა სოფო ხეცურიანმა მოგვემზადა. მოგვიყევით თქვენ შესახებ. მოგესალმებით, მე ვარ თამარ ბობოხიძე, 52 წლის, ვარ სამი შვილის დედა, ვარ დასაქმებული, ამ ეტაპისთვის ვარ ბოლნისის კულტურის სახლთან-არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი და დამაარსებელი. შემიძლიათ ჩემზე კიდევ გითხრათ, მუდმივად ვცდილობ განვითარდე, შევისწავლო სხვადასხვა პროფესია, სუძიებაში ვარ, მაგრამ თოჯინების თეატრი იყო, არის და ალბათ იქნება ჩემი ყველაზე დიდი გატაცება და ადგილი, საიდანაც დიდ სიამოვნებას ვიღებ ბავშვების სიხარულით. ეხლა ყავს ძალიან კარგი თანამშრომლები, გვიყვარს ერთმანეთი, ერთად ყოფნა გვიყვარს. და ყოველთვის ვარ ძიებაში, რაღაცის შესწავლაში ვარ. როგორც არის ნათქვამი, ყოველ 7 წელიწადში ადამიანში ახალი ნიჭი იღვიძებს და მეც მე მგონი ასე ვარ. სულ რაღაც სიახლეს ვსწავლობ, ვისწავლებ ბატიკა, ხატვა, შემდეგ კოლაჟს ვხატავდი, მერე მეშვექსეც ვქარგავდი, მერე მღეროდი, მერე დაკვრას შევისწავლე, მერე რაღაც მოკლედ სულ ასეთ ძიებაში ვარ, რომ რაღაცა ახალი შევისწავლო და ყოველთვის რაღაც სიახლე დავათვალიერო, მიყვარს მოგზაურობა, ყურადღებით ვუსმენ, არ მიყვარს ექსკურსია ისეთ ადგილას, სადაც ვთქვათ არ ამიხსნიან, გიდი არ მესაუბრება და სიღრმისეულად არ შევისწავლი, რაც უნდა დავათვალიერო, არ მიყვარს მხოლოდ თვალიერება, მიყვარს ისტორიის მოსმენა. ქალაქ ბოლნისში თოჯინების თეატრის დაარსებაში მთავარი როლი მიგიწვით. როგორ მიხვედით ამ შედეგამდე და საიდან დაარსდა ეს თეატრი? როგორც უკვე ვთქვი, ბოლნისის კულტურის სახლთან-არსებული თოჯინების თეატრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ვარ. ბავშვობიდან მქონდა ეს იდეა, უყურე ტელევიზიით სპექტაკლს ბატის ჭუკი და ეს იყო ჩემი мотивация, რომ გავიზრდებოდი, აუცილებლად გავხსნიდი თოჯინების თეატრი, სადაც ბოლნისელი ბავშვებიც იგივენაირ სიამოვნებას მიიღებდნენ, როგორც ტელევიზიით უყურე. არ იყო ადვილი ამ ყველაფრის განხორციელება, მაგრამ ეტაპობრივად და დიდი სურვილით თუ გაქვს ყველაფერს მიაღწევ. და ვიცი, ბევრი ქარტეხილები გამოვიარე და აი აქამდე მოვედი. არ დავეცი არასოდეს ვიცვლიდი, ვთქვათ, თანამოაზრეებს, სხვადასხვა თანამოაზრეები მიჯდებოდნენ და ასე მოვედი დღემდე. უყვარვართ ბოლნისში, გვყავს მაყურებელი და ყოველთვის ელიან ჩვენ სპექტაკლებს და ჩვენც არ ვიშურებთ ენერგიას. როგორც ვიცით, ბევრი ქალი მუშაობს თქვენთან ერთად. რას ფიქრობთ ქალის როლზე თეატრში? რაც შეეხება ქალების დასაქმებას თოჯინების თეატრში, მოხარული ვარ ამ კუთხით, რომ დასაქმებულები არიან ქალები, ჩართულები არიან საზოგადოებრივ საქმიანობაში. გვიჭირს ხოლმე ხმები, მამაკაცის ხმები და გვეხმარებიან ხან სანდრო ბეჟანიშვილი, ხან ალექსანდრე ჩალაძე, ხან ნიკა აბდუშელიშვილი. ეხლა გვინდა დავიხმაროთ ირაკლი შეყილაძე. და თამაშით ვათამაშებთ, დეკორაციას ვაკეთებთ ერთად, მხიარულად, გვიყვარს ერთმანეთი. ბევრი კურიოზებიც გვაქვს და ჩვენი რეპეტიციები იუმორით სავსეა. მახარებს ასეთი თანადგომა ერთმანეთის მიმართ, არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სამსახურის გარეთაც, თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, ერთმუჭად შეკრულები ვხდებით, ეს არის ჩვენი სიძლიერე. ასე
უფრო ასე ვფიქრობ, რომ სპექტაკლებსაც ეტყობა ჩვენი გუნდურობა. ზოგადად მომხრევა, რომ ყველა ქალი იყოს დასაქმებული, უფრო ნაყოფიერი ხარ ოჯახშიც, უფრო მეტ განათლებას იღებ, გამოცდილებას იღებ, ვიღაცის აზრს ითვალისწინებ. ჩემი აზრით ამაზე უკეთესი არაფერია, მით უმეტეს ხო თოჯინების თეატრში, როდესაც ესეთი მხარეს ვემსახურებით, იმედია კიდევ დიდხანს ერთად ვიქნებით, ერთად ვიმუშავებთ, ჩვენ რაიონისთვისაც ეს ყოველთვის იქნება სახელი, ყოველ დღესასწაულზე თოჯინების თეატრი იღებს მონაწილეობას, პირიქით გულიმწყდება, რომ არ ვარ ამაში ჩართული, არ ვიზარებთ, მიუხედავად იმისა, რომ უნდა მიიტანო დეკორაცია, თოჯინები, თეჯირი, საწვალებელია ნამდვილად, მაგრამ ერთ თოჯინას 3 ადამიანი ვათამაშებთ. არ არის იული, მაგრამ გვიხარია, რომ ვალამაზებ დღესასწაულს, გვიხარია, რომ ჭირდებით ჩვენს რაიონს და იმედია დიდხანს ვიმუშავებთ ასე ერთობით და მეგობრულად. რა არის თქვენი თეატრის მეთოდოლოგია? რისი გადაცემა, გაზიარება ხდება თეატრში და როგორ? როგორც მოგახსენეთ, ჩემი მეორე პროფესია სოციალური მუშაკი ვარ და ძალიან დიდი განათლება მოგცეს მოკლედ ამ კუთხით სახელმწიფომ გადაგვამზადა ჩაგვიტარდა ძალიან ბევრი ტრენინგი ბავშვის აღზრდის საკითხებზე, ოჯახის გაძლიერების საკითხებზე, პრევენციულ ღონისძიებების საკითხებზე, რომელიც თოჯინების თეატრშიც ძალიან გამოვიყენე. ყოველი ჩემი სპექტაკლი არის შემეცნებითი ხასიათის, არა დამღლელი. თქვენ ცნობიერად ყოველთვის რაღაც სასწავლოს ვდებ და ყოველთვის თითქმის სპექტაკლის შემდეგ, აი მით უმეტეს ახლა ბაღების ჯგუფებს რომ ვიღებ, ყოველთვის მაქვს საუბარი, კითხვაზე პასუხი, რა ისწავლეს ამ სპექტაკლიდან და მხოლოდ სპექტაკლი არ არის ჩემი თოჯინების თეატრი, აუცილებლად რაღაც შემეცნებითია, რაღაც სასწავლოა, რაღაც სათამაშოა. სხვადასხვა რაღაცებს ვიგონებ, რომ სხვა კიდე ესთეტიკური განვითარების კუთხითაც და განათლების კუთხითაც რაღაც შევიტანო მარცვალი დავთესო ჩვენს მაყურებლებში, ჩვენს პატარა მაყურებლებში და ჩემი დევიზი ასეთია, რომ დიდი თეატრის მაყურებელი ვერასოდეს ვერ იქნება ისეთი ადამიანი, ვისაც ბავშვობაში სპექტაკლებზე დასწრების გამოცდილება არ აქვს, არ დადის კულტურულ ღონისძიებებზე, სიყვარული დიდობაში ვერ ჩამოყალიბდება. ცნობილი ფაქტია, რომ ხშირად თქვენი თეატრი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ფიქრობ თუ არა, რომ პირველ რიგში მუნიციპალიტეტი, შემდეგ კი ხალხი უფრო მეტად უნდა გეხმარებოდეთ და გიჭერდეთ მხარს. სწორად აღნიშნეთ, ჩვენი თეატრი ყველა თანამშრომელი ყოველთვის მზად არის გასწიოს საქველმოქმედო საქმიანობა. გვაქვს საქველმოქმედო ჩვენებები, უფასო ჩვენებები, სპექტაკლის. ეს ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე და ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე ხდება, არც ერთი არ ამბობს უარს საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე. ზოგადად მე პირადად ასე მწამს, რომ ცხოვრება ბუმერანგია, რასაც გაუშვებ, იგივე უკან დაგიბრუნდება. ვიცი, ეს ჩემი ძალიან მომწონს ეს სიტყვები და ძალიან დიდი ზემოქმედება იქონია ჩემზე და აი მის შემდეგ, რაც ეს გავიგე, ვცდილობ, რომ ზუსტად ასე ვიცხოვრო, გავცე ის, რაც მინდა, რომ მე დამიბრუნდეს. რა ვიცი, ძალიან ბევრს ვაკეთებთ ჩუმად. ზოგადად ასე ვფიქრობ ახლა, რომ საქველმოქმედო საქმიანობა იმისათვის უნდა გახდეს ცნობადი, რომ სხვას გადასდო, შეიძლება ვიღაცას სულ არ მოუვიდეს ეს აზრად, მაგრამ გაიგებს, რომ შენ ეს გააკეთე, თვითონაც მოესურვოს ამის გაკეთება. მხოლოდ ამას ემსახურება, თუ არის ჩვენი საქველმოქმედო საქმიანობა ცნობადი, ამას ემსახურება, რომ სხვამაც გადაიღოს და გააკეთოს და არასოდეს იმას, რომ ვიღაცამ
მოგვიწონოს და ეს ყოველთვის ჩემთვის მიუღებელია, რომ მადლობა ვიღაცამ გვითხრას და იმიტომ ვაკეთებთ, რომ ტაში დაგვიკრას ვიღაცამ. რისი კეთებაც გინდა, უნდა გააკეთო შენი სიამოვნებისთვის და იმისთვის, რომ შენ გინდა ეს გააკეთო და არა იმიტომ, რომ ვიღაცა მოგვიწონოს. ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანია ძალიან. რაც შეეხება ხალხის მხარდაჭერას, გვიჭირს ხოლმე ხანდახან მაყურებელი თოჯინების თეატრში, თქვათ მობილიზებულად მოყვანა კლასებიდან. ეხლა აღნიშნავ, რომ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლელა გოგმაჩაძემ დიდი დახმარება გაგვიწია, რომ შევძელით მიკროავტობუსით მოგვეყვანა პატარა მაყურებელი ჯგუფებად ჩვენთან. ეს შთამბეჭდავი უფრო ბავშვისთვის დაუვიწყარია ჯგუფთან ერთად მოსვლა. მეც წარმომიდგენია, რომ ვარ ბაღში, როცა ვიყავი ბაღში, ვიღაცას მიკროავტობუსით წავეყვანე თოჯინების თეატრში, სადაც მარტო თეატრი არ არის, ვათამაშებთ, ვამხიარულებთ, იქ გასაფერადებელ ფურცლებს ვაძლევთ, რაზეა სპექტაკლი, იმაზე სახალისო თამაშს ვათამაშებთ და ბრუნდებიან ჯგუფში და ეს დაუვიწყარი იქნება ბავშვებისათვის და ამისათვის მადლობა, რომ ხელი შეგვიწყო ამ კუთხით. სკოლებიდანაც გვიჭირს ბავშვების მოყვანა. ეხლა ისე ჩართულები არიან კლასის დამრიგებლები და იმდენი საქმე აქვთ, რომ ალბათ ვერ ახერხებენ ბავშვების მოყვანას, მაგრამ ვისურვებდით, რომ აი ამ კუთხით დაგვეხმაროს. თოჯინების თეატრი ვერ იარსებებს მაყურებელის გარეშე, თუ არ გვეყოლა მაყურებელი და ჩვენ მოსახლეობას ვთხოვთ, რომ მინიმალური თანხა დავადეთ ბილეთს. თლად უფასოც არ იქნებოდა მართალი, მოგეხსენებათ სპექტაკლს უამრავი რამ სჭირდება, შეძენა, თოჯინების, დეკორაციის და ასე შემდეგ და თუ არ შევიტანეთ ჩვენ ბიუჯეტში შეგვაქვს თანხა, ალბათ ვერც მოვითხოვთ დასაფინანსებლად. და ამას ვთხოვთ ჩვენი რაიონის მოსახლეობას, რომ მხარი დაგვიჭირონ, მოიყვანონ ბავშვები ჩვენამდე. ბავშვი თვითონ ვერ მოდის და დიდ სიამოვნებას და სიხარულს ვანიჭებთ, როდესაც ჩვენთან არიან ისინი და ამაში დარწმუნებულები იყვნენ ჩვენი მშობლები, რომ იქნება ძალიან ბავშვური ჩვენი სპექტაკლი, გემოვნებიანი და დაუვიწყარი იქნება ალბათ, როდესაც დიდი გაიზრდება ბავშვი, ყოველთვის ტკბილმოგონებად დარჩება თოჯინების თეატრში სტუმრობა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას, ამ ეტაპისთვის მენეჯერი კულტურის სახლის არის მზევინარ ხომასურიძე, რომელიც სულით ხორცამდე ჩართულია თოჯინების თეატრში და ჩვენ ერთმანეთს ძალიან უგებთ და მთელი დღეები და სულ შეგვიძლია ვისაუბროთ, რა სპექტაკლი დავდგათ, რა იქნება ლამაზი, უგებთ ჩვენ ამ კუთხით ძალიან ერთმანეთს. კიდევ ჩემი ხელმძღვანელი კულტურის ცენტრის არის სოსო კოპალეიშვილი, რომელსაც ძალიან უყვარს თოჯინების თეატრი და გვაფასებს და აფასებს ჩვენ შრომას და ყოველთვის ახალისებული ვართ მისი მხრიდან და არა გვაქვს ხოლმე ამ კუთხით რაიმე გულისყრომა, რომ არ გვეხმარება. პირიქით, ახლა ამ ეტაპისთვის კიდევ სიახლეები გველოდება თოჯინების თეატრში. ბავშვებს მივაწვდით სიახლეებს. ჩვენი ხელმძღვანელის ბატონ სოსოს აზრი ასეთია, რომ უნდა გასწავლოთ თქვენ თევზის ჭერა და არ იყიდოთ თქვა მზა თევზი. აი ეს გვეუბნება მიახლოებით, რომ გადავთარგმნოთ მოკლედ ისი თქმაც უნდა ხოლმე ჩვენთვის, უნდა რომ ჩვენ გაგვაძლიეროს, ჩვენ ვისწავლოთ. ამ ეტაპისთვის მეთოჯინე ჩვენთან ესე იგი ყველანაირად უზრუნველყოფილია მისი საცხოვრებელი ანაზღაურება იმისათვის, რომ გვასწავლოს თოჯინის კეთება. ყველაზე რთულია ჩვენთვის თოჯინის შეძენა, პროფესიონალური თოჯინა ძალიან ძვირი ღირს და გვიჭირს ხოლმე იდეები ბევრი გვაქვს, მაგრამ სპექტაკლის
დასადგმელად გვიჭირს თოჯინების შეძენა. ამ ეტაპისთვის ბატონ სოსოს მხარდაჭერით ჩამოვიდა მეთოჯინე, რომელიც გვასწავლის თოჯინის კეთებას და იმედია ვისწავლით ამას და აი ამ ყველანაირ წვრილ მას რაც შეიძლება დეკორაციის დასადგმელად ვსწავლობთ. გოგონებიც როგორც გითხარით მონდომებულები არიან და ამ კუთხით მხარდაჭერა გვაქვს ისეთი რომ არ გქონია აი ამ იცი რა გქონია როგორ არა მხარდაჭერები, მაგრამ აი ახლა კიდევ სექტემბერში მეტად სიახლეები გვექნება და ამას ეტაპობრივად შევიტყობთ რომ რაღაც კარგი სიახლეები გვაქვს თოჯინების თეატრში და მთელი რაიონი ამას გაიგებს. გაშუქდება, გვიხარია, ველოდებით სექტემბერს. რა ვიცი, მოკლედ ამ კუთხით უკმაყოფილო არა ვარ ნამდვილად. მადლობას ვუხდი ქალბატონ თამარს იმისათვის, რომ იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობას ვუხდი ასევე სოფოს იმისათვის, რომ მოგვიმზადა ესეთი ძალიან კარგი საინტერესო ინტერვიუ ქალბატონ თამართან ერთად. მე დღეისთვის გემშვიდობებით, ჩვენს მსმენელს კი შევახსენებ, რომ გიტოვებთ ჩვენი უცვლელი პიესის თეთრი კარვის მესამე ეპიზოდს. ბედნიერ კვირას გისურვებთ. გამარჯობა, ხომ იცანით? კატო ვარ. ერთი კვირა გავიდა ჩვენი შეხვედრის შემდეგ. ძალიან ბევრი ამბავი მოხდა. პირველ რიგში ის, რომ ჩემმა ძმამ სანდრომ როგორც იქნა სკოლა დაამთავრა. აი მაგას რომ უყურებდი, მაგიტომ უფრო არ მინდა სკოლაში წასვლა. სულ ეზარებოდა და სულ რაღაცას იგონებდა. არა და ბებია ჩემი, სანამ არ გამოაფხიზლებდა, არ ეშვებოდა. მოკლედ სანდროს დიდი წამება დასრულდა. და როგორც ჩემი მშობლები ამბობენ, მალე ახალ ცხოვრებას დაიწყებს. რაც უდია, სადმე წასვლა როცა არ გინდა და გაძალებენ. აი მე სულ მიხარია საბავშვო ბაღში მისვლა და ჩემ მეგობრებსაც ძალიან უხარია. აი თუ გინდა ვკითხავ. ელენე, ხო გიხარია საბავშვო ბაღში წასვლა? ძალიან მიხარია. ეხლა ჩემი სახლის ამბები. ისე სამზარეულოში უნდა შევიჭიდო. აქ სულ ტელევიზორია ჩართული. მამა შენი ზარწველოდები. შენ კი საათზე მეტი არა ტელეფონთან ხარ. და ბებია ჩემი, ჩვენ თუ არა ვარ, ტელევიზორს ელაპარაკება. ახლაც ვიღაცას ელაპარაკება. შენ გაიხარა, ეს ბიჭი გადასა, ეს გოგო არ ვიცი რა, ეს ვინ არის? ბებო, ვის ელაპარაკებოდი? ამაზე პასუხს არასდროს არ მცემს. დარწმუნებულია რომ ვერ გავიგებ. ბებო, არ გესმის? ვის ელაპარაკებოდი? კატო, მოდი ბებო გენაცვალო, ბებოს სიხარული. რამდენჯერ უნდა გითხრა? ნუ მე ლაპარაკები, როგორც პატარას. დედა, კაი რა, რით ვერ დაიმახსოვრე? აღარ არის ეს ისეთი პატარა ენის მოჩლექით რო ელაპარაკო. კაი ხო, ლაშა როგორ არის? ლაშა მამა ჩემია, ხომ გახსოვთ? რავი, სიცხე აქვს ისევ მაღალი. მამა ჩემი გაცივდა და სიცხე აქვს. კატო, დროზე ისაუზმე, დღეს მე წაგიყვან ბაღში. ეს თუ წამიყვან საუცილებლად დავაგვიანებ და არ მიყვართ ბაღში დაგვიანება. მალე წავიდეთ რა. დროზე ისაუზმე და აღარ დაგაგვიანდება. კაი ხო, დამისხრი ფაფა. ეხლავე შენ შემოგევლოს ბებო ჩემი პატარა. კიდევ პატარაო ხო? არაფერსაც არ შევჭამ. აი თუ ეგრე არაფერს არ შევჭამ. არა, რა პატარა, რას ამბობ, ისევ თქვი ბებო, ჩვენ ხო მეგობრები ვართ. კაი, შევრიგდეთ, მასე ნომიყურებ, შენ შემოგევლო. დე, დღეს მე გვიან მოვალ სამსახურის მერე, გოგოებს ხვდები და კატო შენ გამოიყვანე ბაღიდან. ელენეც გესმის? გასაგებია. ელენე ჩემზე პატარაა, მაგრამ ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. თანაც ჩვენი დედები კლასელები იყვნენ, ისინიც მეგობრობენ. უიმში არა? სანდრო, სანამ სკოლაში დადიოდი, ერთხელ არ გაგიღვიძია დილი და ახლა რა ხდება? საქმე მაქვს.
საქმე მაქვსო, ხო არ მომესმა. არა, ბებო, ნამდვილად არ მოგესმა. დღეიდან სულ ამ დროს გავიღვიძე. არ მჯერა. კაი, სანამ დაიჯერებ, წოინ და ბუტებროდი გამიმზადე. გთხოვ დროზე. კი ბატონო, ბუტებროდი ყველით თუ ძეხვით. ორივე იყოს. იყოს ორივე, ახლავე. ისე სანამ ბუტებროდი გამზადება, ვნახოთ ერთი აქ რა ხდება. დიდხანს ვიყავი დასული. ამ ზამთარს მხოლოდ რამდენჯერმე ჩამოვედი. სტამბულში მეც იშვიათად ვარ. კუნძულზე კი 4 წელზე მეტი აღარ ყოფილვარ. ჩვენი სახლები ერთმანეთის პირდაპირ დგას. მართლა? შეურიგდი გოგო შენც ამოვის ამოსვლა შეცდომა. უჰარა მაქვს ამათი თავი. სანდრო, მოდი ბებო მზად არის შენი ბუტებროდი. მადლობა. ბებო როგორ გამახარე ჩემო სიცოცხლე. აი უკვე დაგეტყო რომ დიდი ბიჭი ხარ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ. ოჩახ, სხვანაირად არ შეიძლებოდა. აგერ კარს მოგადგა მისაღები გამოცდება. უნდა ადგე ადრე, რომ მოასწრო ყველაფრის გადამეორება. თან ესენის დილიდან ყველანი მიდიან და სახლში სული სიწყნარე იქნება იმეცადინე. მე თუ დილიდან მეცადინეობას დავიწყებ, მერე შერაღა გეშველება. შენ საყვარელ სერიალებს ხო ვეღარ უყურებ? მე რას ამბობ, ოღონდ შენი მეცადინე და სერიალებს საერთოდ არ შევხედავ. დაურეკავ მერის და დაწვრილებით მომიყვება ყველაფერს. სულაც არ მჭირდება ყურება. ოღონდ შენი მეცადინე და ისე საიდან მოიტანე რომ მეცადინეობას ვაპირებ? აბა? დღეიდან მუშაობას ვიწყებ, ბებო. მუშაობას. მეხუმრები ხო? არა, მართლა გლოვოზე. რა, ახლა არ გადამრიო. დიახ, ასე რომ შეიძლება ზოგჯერ თქვენს გამოძახებულზეც მოვიდე აქ. კი, მაგრამ როდის უნდა მოასწრო თან მისაღები გამოსდები, თან მუშაობა? არსად ჩაბარებას არ ვაპირებ წელს. რა, რატომ? იმიტომ რომ ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მინდა. შეიძლება სულაც არ მინდოდეს უმაღლესში სწავლა. რებს ამბობ, სანდრო? შენმა მშობლებმა იციან? დიახ, რა თქმა უნდა. კაი, გავიქეცი, დიდი მადლობა. მე ხომ სადარდებელი არ მელევა რა. ბებო, მე ჩავაბარებ უმაღლესში. შენ თუ ასე ძალიან გინდა. წავედით. აბა ერთი კვირით გამშვიდობები. და მალე გაიგებთ ახალ ამბებს. შამი თათრი კარავიდან.